რაღაცა შეიძინა, ამ დროზე გმაგო წამალზე იკითხა. აი რომ შეხელდა რაღაცა და აფთიაქში შემოვიდა რამოდენიმე ქალბატონი, რომელმაც ესე იგი დაათვალიერეს აფთიაქი, რამოდენიმე მათგანმა მოახდინეს კონსულტანტების ყურადღების გადატანა სხვა ფაქტზე, თქვათ მათ დაათვალიერეს შედარებით დიაფასიანი კოსმეტიკური საშუალებები, მათმა ნაწილმა ამ დროს დრო იხელთა და მოახდინეს საკმაოდ ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების ალაგის ჩანტაჟი და გაიტანეს აფთიაქიდან. მამაკაცის ჰიგიენური საშუალებიდან მოხდა საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციის გატანა, ასევე ქალის ჰიგიენური საშუალებების გატანა. მიმდინარეობს დათვლა, დღის ბოლომდე ზუსტი თანხა გვეცოდინება, სავარაუდოდ 1000 ბარათი არის ამ ეტაპისთვის, რაც არის ცნობილი. ჩვენს აფთიაქში დამონტაჟებულია საკმაოდ ძვირადღირებული კამერები, რომლებიც კარგად მკაფიოდ დააფიქსირეს ყველაფერი. შესაბამისად, სამსახურებმა ამოიღეს ეს ინფორმაცია, მიმდინარეობს ძიება და ანჩეს დაველოდოთ შედეგები. მსგავსი შემთხვევა არ გქონია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აფთიაქები ძირითადად რეგიონებშია ლოკალიზებული და ყველა არის ასეთი ღია ტიპის აფთიაქები, სადაც ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები ღიად არის წარმოდგენილი, მსგავსი შემთხვევა არ გქონია.